აქციების 33 დღე ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციებია. მოქალაქეები ქართულ ოცნებაში მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს. მომიტინგეები დაუღალავად ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და სისტემის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. აქცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, სადაც მომიტინგეები ყოველდღიურად უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. ახლა კი ჩვენს ეთერს უერთდება ციალა ქათამიძე, რომელიც ამ აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორია საღამოშვიდობის. ციალა, მადლობა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ციალა, მოდით საუბარი დავიწყოთ იმაზე, რა ეტაპზეა ახლა პროტესტი. ჩვენ ვხედავთ, რომ 33 დღე ადამიანები უწყვეტ აქციებს განაგრძობენ, თუმცა ამის პარალელურად გრძელდება რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, ხო? სად ვართ ახლა, რა ეტაპზე ვართ და რას უნდა ველოდოთ წინ? მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. მადლობა მოპატიჟებისთვის. რეალურად ალბათ ეს ბოლო ეტაპი საპროტესტო ტალღის და ახალი მოთხოვნების საზოგადოების მხრიდან დაიწყო 28 ნოემბერს, როდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი, ამ განცხადებასაც ორნაირად კითხულობს ამ შემთხვევაში ეს ორად გაყოფილი თუ ნაწილად გაყოფილი საზოგადოება და მთავარი არგუმენტი ქართული ოცნების, რომელსაც თავშივე ვიტყვი, არის ის, რომ არასწორად გავიგეთ განცხადება. თუმცა, რა ვიცი, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აჩერებდა ევროკავშირისკენ სვლას, რაც რეალურად არ არის ვიღაცის რაღაცა მოსაზრება, ამის შემდეგ არამედ ამ ბატონისვე ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის მიღებული ტექსტი არის საქართველოს კონსტიტუციის, რომლის 78 მუხლი ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების ყველა ორგანო და სახელმწიფო არის ვალდებული ყველაფერი გააკეთოს ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შემდგომ იყო, რა ვიცი, 8-ჯერ, 9-ჯერ მომხდარი 7 ნოემბერი რუსთაველზე და ამას დამატებული რეპრესიული კანონმდებლობა, რომლითაც რეალურად, რა ვიცი, ჩვენ ხვალ დღეს რომ გავალ თქვენი ეთერიდან შესაძლოა, რომელიმე საპატრულო ეკიპაჟმა ან პოლიციის თანამშრომელმა პრევენციის მიზნით მოახდინოს ჩემი დაკავება ყოველგვარი რაღაცა კონკრეტული ფაქტის და დასაბუთების გარეშე. შემდგომ იყო პრეზიდენტის
არჩევა და ინაუგურაცია, რომელიც რეალურად გამომდინარეობს წინა საყოველთაო რაღაცა ფარულობის დარღვევით მიღებული არჩევნების შედეგად მიღებული თქვათ საკანონმდებლო ორგანომ აირჩია. ნუ უკეთ რა ვიცი, სასწაული ამბავი ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც რეალურად ყავს ხელისუფლება, არ ვიცი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ასე უწოდებდი, რომელსაც რეალურად არ ესმის და პარალელურ სამყაროში აცხოვრებს ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული ენდობიან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მყოფი პარტიის 12 წლიდან მოყოლებული მოსაზრებებს, იდეებს და ნუ იმ პროპაგანდისტული მანქანის ტყვეები არიან, რომელსაც 2012 წლიდან მოყოლებული თურმე როგორც აღმოჩნდა, რაღაცა ნაბიჯ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს როგორ მოახერხა ციალა ეს ამ ხელისუფლებას? ხო წარმოგიდგენიათ, ადამიანები გესაუბრებიან, რომ არასწორად გაიგეთ, ჩვენ ისევ მივდივართ ევროპისკენ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორია, მაშინ, როდესაც რა ვიცი, ალბათ თქვენც ნახავდით, ხო? ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რა ვიცი, ყოველგვარი დიპლომატიური სხვა ტიპის ეტიკეტის მიღმა უკვე საუბრობენ ხელისუფლებაზე, რომელიც ცდილობს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დააჯეროს, რომ ისინი რაღაცა სიმართლის გზას ადგანან. რეალურად, რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია, არ ვიცი, ვერ დავაბრალებ ყველას ქართულ ოცნებაში მყოფ ადამიანს, თუმცა ბიძინა ივანიშვილი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ამ ქვეყანას ამზადებენ იმისთვის, რომ გახდეს რაღაცა პლაცდარმი რუსული მმართველობისა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სხვა, რა ვიცი, დასკვნა და არგუმენტი ფიზიკურად არ არსებობს. ჩემი აზრით, იმიტომ რომ, რა ვიცი, დაწყებული რუსული კანონის მიღებიდან დამთავრებული ამ რაღაცა პატარა სპეცოპერაციით, რაც არჩევნების დღეს ჩაატარეს და გაგრძელებული იმ, ხო წარმოგიდგენიათ, წლების განმავლობაში თავისივე 2012 წლიდან მოყოლებული, შემდგომ უკვე ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ხო, ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო სრულად ყველა ინსტიტუცია დაწყებული განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, რა ვიცი, სოფლის მეურნეობა, მთელი სისტემა ნელ-ნელა იყო იმაზე მომართული და მანამდეც იდეაში, რომ ევროკავშირთან დაახლოებულიყო და ჰარმონიზირებულიყო როგორც არსებული კანონმდებლობა, ასევე სხვადასხვა ტიპის ამ შემთხვევაში პროგრამები და ესე შემდეგ. ბოლო 3 წელიწადში რეალურად აღარ დარჩა ნელ-ნელა ამ ხელისუფლებას და ინსტიტუციებს მოშორდნენ ადამიანები, ან წავიდნენ, ან გაყარეს, ან აიძულეს რომ წასულიყვნენ, რომლებსაც ჰქონდათ, რა ვიცი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და სისტემა მთლიანად, მიმდინარეობდა იქითკენ, რომ რაღაცა ჰარმონიზება მომხდარიყო და თუნდაც ყავს უამრავი საჯარო მოხელე, რომლებიც სხვადასხვა დროს სახელმწიფომ დაჩაგრა და ამ კანონმდებლობის საფუძველზე მათ მოახდინეს საკუთარი უფლებების აღდგენა. ერთი ხელის მოსმით, რამოდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მათ შორის მისი პირობებში მიმდინარეობდა, ხაზი გადაუსვა. რატომ როგორ ფიქრობთ, რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თავარი დანიშნულება იყო ის, რომ მისულიყავით აქამდე. თუმცა პარალელურად ეს დეზინფორმაციის კამპანია, რა ვიცი, თქვენი კოლეგები არ მინდა უწოდო, ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში 2-3 ტელევიზიას, რომელიც რეალურად ალტერნატიულ რეალობაში აცხოვრებს, ხო? რა ვიცი, მე მაგალითად, ის ქალბატონი რომ გამოიყვანეს ერთ-ერთი, რომელმაც თითქოს და ისაუბრა, რომ ტრამპი და ეს შემდეგ ახდენს თან თარგმანიც არასწორად ჰქონდათ, ან მთელი მაღალჩინოსნები ქართული ოცნების, მე შემიძლია მოგასმენიოთ ვოისი ანუ ხმა საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან ჯერ როგორ თქვათ რაღაცას მის მუქარის იმას ახორციელებს, ოღონდ არ მინდა ამას დეტალურად საუბარი მოვადრო და ვისაუბრებ და როგორ მოყავს მაგალითად ამ ქალბატონის იდეა, რომ თქვენ ხართ რაღაცა მარგინალები, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენს მხარეს. ანუ ხო წარმოგიდგენიათ რა დონის პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, რომელიც აბსოლუტურად ყოველგვარ რეალობას არის მოწყვეტილი
და რაღაცა პარალელურ რეალობაში ცდილობენ ადამიანებს როგორ ფიქრობთ ციალა რა მდგომარეობაშია ახლა ქართული ოცნება გიორგი გახარიამ თქვა სხვათა შორის გუშინ თუ არ ვცდები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში რომ ის ვერ ადგენს ახლა დღის წესრიგს ის პასუხობს ხალხის დღის წესრიგს ჩვენ ვხედავთ რომ ხალხი 33 დღეა პრინციპულად დგას ქუჩაში როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია ახლა ქართული ოცნება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წეღან ახსენეთ ორი პარალელური სამყარო გვაქვს ქვეყანაში. ეს ორი პარალელური სამყარო რომ გაქრეს ქვეყნიდან და მიზანს, რომელიც დაისახა ხალხმა ამ მიზანს მიაღწიოს. რა ვიცი, თუ ვაკვირდებით რეალურად ქართული ოცნება აი დღეის მდგომარეობით, თუმცა ეს ნელ-ნელა ხდებოდა მისი კონკრეტული ქმედებებიდან გამომდინარე, რომ რეალურად რჩება მარტო მოკავშირეების და მხარდამჭერების თუ ადამიანების გარეშე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ერთადერთი, რაც ბოლოს დააქვს დარჩენილი, არის იმ ადამიანების ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ დღემდე არიან იმ სიძულვილის პროპაგანდის თუ სხვა ტიპის დეზინფორმაციული კამპანიის გავლენის ქვეშ, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება, მისი რაღაცა პროპაგანდისტული მანქანა, იმიტომ რომ რეალურად ყველა ის არგუმენტი, რაც ჰქონდათ, აი რა ვიცი, სადღაც 4 თვის წინ ჰქონდათ არგუმენტი, რომ ჩვენ მივდივართ შვიდობით, მაგრამ ევროპისკენ. ეს არგუმენტიც აღარ აქვს ფიზიკურად და ბოლო დარჩათ, რომ დასანქცირებულია მშვიდობისთვის რაღაცა ახალ ჯარისკაცების რაღაცა მანქანას ადგენენ ალბათ სისტემას, რომელმაც უნდა დაიცვას ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შიდა და გარე რისხვისგან, იმიტომ რომ, რა ვიცი, რისგან შედგება, ხო, რაღაცა ლეგიტიმაცია შიდა გარე და სამართლებრივი. სამართლებრივი ლეგიტიმაცია ალბათ მოვა ჩვენს ქვეყანაში ისეთი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის დღის წესრიგი შეიქმნება, სადაც სახელი დაირქმევა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ქმედებებს, დაირქმევა სახელი იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს, პარლამენტის დეპუტატების იმ ნაწილის განსაკუთრებით, რომლებმაც ეს კანონმდებლობა, რომელიც დღეს გვაქვს და ხვალდაზეგ უკვე ამოქმედება პრაქტიკაში, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა პარალელურ თუ რავი რაღაცა ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც ვერც კი წარმოგვიდგენია, მტყვეთ ყავართ ამ ადამიანს აყვანილი, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო გარდამტეხი შტურმით აიღოს ქართული სახელმწიფოებრიობა და რა ვიცი, დაამარცხოს საქართველოში რუსეთმა, იმიტომ რომ რა ვიცი, აი რომ რავი, რისგან შედგება ხო სახელმწიფო? შედგება პარლამენტი, მთავრობა, სასამართლოები და საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო. სადმე ისმის განსხვავებული აზრი რაიმე ტიპის ბიძინა ივანიშვილის დაცვის გარდა ფიზიკურად, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ აი რამოდენიმე მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა რეალურად ვერავინ ვერ გაბედა ამ ქვეყანაში განსხვავებულის თქმა გარდა იმისა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია მშვიდობისთვის. რაზე დგას დღეს? ბოლოს კი რომ წავიყვანოთ საუბარი, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება. მოხდი როგორი ადამიანებში და რაიმე გეგმაზე თუ ხარ ჩამოყალიბებული, თუნდაც ალბათ ჯაჭვმა ბათუმში განსაკუთრებით აჩვენა, იმიტომ რომ სხვა რეგიონებისგან და ქალაქებისგან განსხვავებით კლიმატური პირობები ჩვენთან განსაკუთრებით მკაცრი იყო და თქვენ ნახეთ იმ წვიმაში მე მაგალითად ჩემი 3 მეგობარი ნაცნობი ვნახე, რომელიც დღეს სიმსივნეს ებრძვის და წვიმაში ქარში იყო გამოსული, რათა ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის ეთქვა, რომ რავი, არაპირებს რაც არ უნდა შედეგის ვერ წარმოედგინოს, არაპირებს დაუთმოს ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დღეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხო გარემოზე ვხედავთ, რომ ზრუნავს საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც, რა ვიცი, რა არგუმენტი არსებობს, ანუ რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ მართალია ქართული ოცნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რავი, კანონის მიღებით, არჩევნების ფარულობის დარღვევით, ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევით, რა ვიცი, ხვალ აპირებენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩევას. არ ვიცი, ანუ რატომ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და პლუს იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც რეალურად, ფიქრობენ, რომ ალბათ ეს ყველაფერი წინა საახალწლო დღეები რო გაივლის, ანუ ის დაგვავიწყდა, რომ დღეს არის 30 დეკემბერი და აღმოვაჩინეთ, რომ 11-მდე ეს ადამიანს მინიმუმ ედავებიან ბათუმში საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვის მოთხოვნით. აი, არ ვიცი, ის დღე საოცარი დღე იყო ალბათ, რომელ დღესაც ედავებიან, იმიტომ რომ ალბათ თქვენ იცით, რომ 33 დღეა რა ვიცი, რამოდენიმეჯერ იყო, რომ აქციის ანონსის დადება დაგვიანდა და ადამიანები თავისი თვითდინებით მოდიან, იმიტომ რომ იციან, რომ მათ სხვა გზა და გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ უნდა იდგნენ და თქვან, რომ რა ვიცი, შეუძლებელია ამ პირობებში, ამ ხელისუფლების პირობებში გაგრძელდეს ნორმალურ ვითარებაში ცხოვრება და რაღაცა მშვიდად გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა, იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანები აცხადებენ, რომ მათ არ აინტერესებთ არც საქართველოს მოქალაქეების აზრი, არ აინტერესებთ არც პარტნიორების აზრი, არც კანონი, არც კონსტიტუცია და ისე შეაქვთ კანონებში ცვლილებები, რა ვიცი, საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად მიღწეულ კანონებში შეაქვთ ცვლილებები და რაღაცა აღებულ ვალდებულებებზე. მე მიმართავ, რა ვიცი, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ, რომ იმის შიშით, რომ თითქოს და რაღაცა რომელიმე პარტიის წარმომადგენლები დგანან და მაგის გამო ვერ აპროტესტებენ 300-მდე დაზარალებულს არ ვიცი, ალბათ იმდენი ამ საინფორმაციო ბევრი ინფორმაციის, ვთქვათ, ყოველდღიურად იმდენი ამბავი ხდება, რომ ალბათ ჩვენ მოგვიწევს წლების შემდგომ ან თვეების შემდეგ დავსხდით და ვისაუბროთ იმ ღირსების შემნახავ ამბებზე, რომლებიც საოცარ ამბებს ყვებიან ადამიანები, იმ რუსთაველზე დაკავებული ადამიანები ღირსების შემნახვას, რომლის ანალოგი არც წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარა. მესმის და იმედია ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ამაზე უფრო ცლად ვისაუბროთ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში. გემშვიდობებით მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს ციალა ქათამიძე იყო აქციების ერთ-ერთი მხარდამჭერი, აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი.